პირველ რიგში ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მსგავსი კვირეულების დროს, გარდა იმისა, რომ უფრო აქტიურად ტარდება თვითონ ტესტირება ზოგადად მოსახლეობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოების, რომ ეს ადამიანები მივიდნენ ტესტირებაზე. ამის უღრმესი მადლობა, დღეს მაქვს ამის საშუალება. ზოგადად წლევანდელი წლის და თითქმის ალბათ ყველა წლის ევროპული ტესტირების ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტესტირება, რომ გავიგოთ ჩვენი სტატუსის შესახებ და შემდეგ ვიმკურნალოთ. ეს სამივე ეტაპი არის ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში. ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი ადამიანი C-ჰეპატიტთან მიმართებაში მაგალითად იციან თავის სტატუსის შესახებ და არ მკურნალობენ. HIV ინფექციასთან დაკავშირებით უფრო ნაკლებად ძირითადად მათი უმეტესობა იღებს მკურნალობას. მინდა რომ დავიწყოთ თავიდან, როგორ ვრცელდება HIV ინფექცია და ასევე C-ჰეპატიტი? მოდი სამ ინფექციაზე ვისაუბროთ. დღეს უკვე გვაქვს იმის საშუალება, რომ HIV ინფექციაში C და B ჰეპატიტებზე გავაკეთოთ ტესტირება. შესაბამისად, ეს დაავადებები სამივე გადაცემის გზები არის მხოლოდ სისხლით. როდესაც ამას ვსაუბრობთ, ხაზი მინდა გაუშვა იმას, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის დაავადება. აი ბოლო 10 წელიწადია C-ჰეპატიტის მკურნალობა მიმდინარეობს და პირდაპირ გამოჩნდა, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გქონდეს ვირუსი. არიან გარკვეული ჯგუფები, სადაც პრევალენტობა უფრო მაღალია და უფრო რისკ ჯგუფები არიან და მათთან უფრო არის გავრცელებული, მაგრამ საზოგადოების ნებისმიერი წევრი შეიძლება იყოს დაინფიცირებული სხვადასხვა манипуляციის შედეგად. მე ვფიქრობ, რომ დღეს მოწესრიგებულია ჩვენთან თითქმის ყველა ის სამედიცინო манипуляცია, რის შედეგადაც შეიძლება სისხლის გავრცელება მოხდეს სხვადასხვა ადამიანების შორის. რა манипуляციები გულისხმობა უფრო გასაგები რომ იყოს მაგრამ მარტივად რო ვთქვა, ეხლა სტომატოლოგია შეიძლება იყოს ის манипуляცია, რის შედეგადაც შეიძლება გადაეცემოს მსგავსი დაავადებები, თუ არ არის დაცული, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს მეტნაკლებად მაინც ეს ამბავი მოგვარებული არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ მაინც არის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ C-ჰეპატიტთან დაკავშირებით რო ვთქვით, 10 წელიწადია მიმდინარეობს მკურნალობა 10,000-ობით ადამიანმა იმკურნალა, დღეს მაინც გვაქვს როგორც რეინფექციები, ასევე ახალი შემთხვევები. მოდი სამივეზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ. ეს არის HIV ინფექციაში C, B და C ჰეპატიტები. HIV ინფექციაში C, ნახეთ, ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ როგორც ყველა დაავადებაში, აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტირებას, იმიტომ რომ თვითონ აღებული HIV ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც პირდაპირ არაფერს ადამიანს არ უნებს თუ არ განვითარდა იქ შიცი, რომელიც არ უკვე შეზენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. შესაბამისად, თუ ადრეულ ეტაპზე ადამიანები თავის სტატუსის შესახებ გაიგებენ და მედიკამენტოზურ მკურნალობას მიიღებენ, დღევანდელი მედიკამენტებით მიღებიდან გამომდინარე, დაახლოებით 1 წელიწადში შეიძლება ითქვას, რომ მათ მოძრავ სისხლში აღარ არის ვირუსი, მხოლოდ გენურ დონეზე ჩადის, ძალიან ღრმად ჩავალთ ამაზე რომ ვისაუბროთ. ეს დაავადება არ იკურნება, მაგრამ ძალიან კარგად იმართება სამედიცინო პრეპარატების საშუალებით. ასევე შისთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე წელიწადია საქართველოში არის ძალიან კარგი ბენეფიტები მკურნალობის თვალსაზრისით, არის პრე და პოსტ მკურნალობის საშუალება. ეს გულისხმობა იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვს ხშირი კონტაქტი ან ოჯახის წევრი ყავს სქესობრივი პარტნიორი, მაგალითად HIV ინფიცირებული, ისინი წინასწარ იღებენ მედიკამენტებს, რის შედეგადაც 99, ну შემიძლია თქვა 100%, მაგრამ ზოგადად 100%-ს უდა რთული საქმეა, 99% ისინი არ დაინფიცირდებიან, ასევე იმში ბოდიში დავაკონკრეტებ HIV ინფექცია სისხლთან ერთად გადადის სქესობრივი გზით, რა თქმა უნდა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, თან ეს დაავადებები, რასაც ვსაუბრობთ. როგორც HIV ინფექცია, ასევე C და B ჰეპატიტი. დაუცველი სქესობრივი ვირუსის შემთხვევაში თქვენ თქვით, რომ შესაძლებელია მართვა ეს იმ შემთხვევაში თუ დროული დიაგნოსტირება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ ჩამოყალიბდეს უკვე შიცი, ეს უკვე იმუნოდეფიციტის სინდრომი, სადაც ასევე კარგად იმართება, მაგრამ როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ სისხლის ხანგრძლივობაზე და რა ვიცი ცხოვრების ხარისხზე შესაბამისად ადრეული დიაგნოსტირების დროს შესაძლებელი არის როგორც ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმით, ხარისხიანი ცხოვრება, ასევე როდის უნდა მოხდეს დიაგნოსტირება? რა შემთხვევაში და როდის? გარკვეული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში თუ ყველა ადამიანი ვალდებულია, ასე ვთქვა, რომ ვთქვათ, დიაგნოსტირებას და რა პერიოდში ერთხელ ამასაც გითხავთ? არც ერთ ამ დაავადებას არ აქვს გამოხატული რაიმე სიმპტომი. ერთადერთი შემთხვევა არის, როდესაც უკვე შიცი ჩამოყალიბდება, შემდეგ უკვე შესაძლებელია, რომ ადამიანმა რაღაცა მიზეზების გამო
მივიდეს ექიმთან მარტივად რომ თქვა, ასევე ჰეპატიტების შემთხვევაში თუ ღვიძლის დაზიანება ძალიან დაზიანდა და ციროზამდე მივიდით, მაშინაც წინასწარ პირველ ეტაპზე არც ერთ ამღაოდებას არ აქვს რაიმე კონკრეტული სიმპტომი, შესაბამისად ამიტომაც მოუწოდებთ ყველას რომ ჩაიტარონ უმარტივესი არის. სკრინინგი არის უმარტივესი, სწრაფი ტესტი, შედეგი არის 15 წუთში. ეს აღნიშნული სერვისი ყოველთვის ტარდება ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი პირველადი ჯანდაცვის თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ სამივე დაავადებაზე, ორ დაავადებაზე იყო მხოლოდ HIV ინფექციაზე და C-ზე, ეხლა B-ს დაემატა, რატომ დაემატა მაგასაც ვიტყვი, რომელიც იმას საშუალება და ოღონდ პირველადი სკრინინგი HIV-ის შემთხვევაში და C ჰეპატიტის შემთხვევაში არ ნიშნავს დიაგნოზს, მას სჭირდება კონფირმაციული სიღრმისეული კვლევა, რის დროსაც დგინდება არის თუ არა ვირუსი, იმიტომ რომ შესაძლებელია ანტისხეულებმა აჩვენოს პასუხი სწრაფ ტესტზე, ესე იგი რას ვიძახი, როდესაც პირველად ტესტს ვიკეთებთ, რომც გვეუბნებიან რომ ტესტი არის დადებითი, ეს აღნიშნავს, რომ გვაქვს დიაგნოზი, კიდევ უნდა გადამოწდეს უფრო სიღრმისეულად ჩვენი საკვლევი მასალა და ამის დადასტურების შემდეგ უკვე იწყება მედიკამენტოზური მკურნალობა. გვეუბნებიან, რომ არაფერი არ არის, რამდენ ხანში არის რეკომენდებული, რომ კიდევ გადაამოწმოს ადამიანს. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე დაყოფა ადამიანების, მაგრამ რახან ვახსენე არიან რიჯ ჯგუფები, ამ რიჯ ჯგუფებთან რეკომენდებულია, რომ 6 თვეში ერთხელ, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც გაკეთდეს, ჩვეულებრივ ზოგად პოპულაციაში 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ადამიანებმა გაიკეთონ აღნიშნული ტესტირება თან რისკ ჯგუფში ვინ იგულისხმება. რისკ ჯგუფში აი მარტივად რომ თქვა, მაგალითად ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლები, ასევე მამაკაცები, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცებთან და ზოგადად ჰეტეროსექსუალური კავშირები, თორსა დაუცველი სექსუალური კავშირები არის სხვადასხვა პარტნიორებთან და ასე შემდეგ. თქვენ B ჰეპატიტი ახსენეთ, ვინაიდან ცოტა დრო გვაქვს, მინდა ამაზეც B ჰეპატიტი სულ ახალია, დაახლოებით 1 წელიწადია ჩვენს ქვეყანაში არის უკვე B ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, აქ ცოტა სხვანაირად არის, აი მე ვთქვი რომ იმ ორ დაავადებაში HIV-შიც და C ჰეპატიტში პირველადი ტესტირების შედეგი არ ნიშნავს დიაგნოზს, B ჰეპატიტის შემთხვევაში ყველა ტესტირება არის დიაგნოზის ნაწილი, თუ სწრაფი ტესტით B ჰეპატიტი არის დადებითი, ეს ნიშნავს რომ 6 თვის შემდეგ უნდა გავიკეთოთ იგივე კვლევა და თუ 6 თვის ინტერვალში ორჯერ დაფიქსირდა დადებითი შედეგი, მივდივარ სპეციალიზებულ კლინიკაში, სპეციალიზებული კლინიკები არის ყველა ის კლინიკა როგორც მე ვფიქრობ, რომელიც დღეს C ჰეპატიტის მკურნალობას უწევს საზოგადოებას და უკვე სიღრმისეული კვლევები მიმდინარეობს და იმ ადამიანებთან, ვისთანაც B ჰეპატიტი ისე მუშაობს, რომ ის პრობლემებს უქმნის, დაინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა და იგივე გზით გადადის B ჰეპატიტიც. იგივე გზით გადადის ჰეპატიტების და რამდენად საშიშია? B ჰეპატიტი C ჰეპატიტზე არანაკლებ საშიშია და შეიძლება რიგ შემთხვევაში მასზე უფრო საშიშიც იყოს, იმიტომ რომ არსებობს კიდე დელტა ჰეპატიტი, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის არსებობის შემთხვევაში ჩნდება ადამიანთან, ეს ვირუსი სხვა შემთხვევაში არ ექნება ადამიანს. ერთი კარგი ის არის B ჰეპატიტის შემთხვევაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანები არიან თვითგაკურნებულები, დაახლოებით 70-80% თვითონ ორგანიზმი ერევა B ჰეპატიტს. ძალიან განსაღი ცხოვრების წესმაც გამოიწვიოს თუ აი რა შესაძლოა ცხოვრების წესით, რავი, შეიძლება. რასთან არის დაკავშირებული თვითგანკურნება? არავინ არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული, უბრალოდ ორგანიზმის იმუნიტეტი შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ერევა ამ ვირუსს. C ჰეპატიტის შემთხვევაშიც არის, მაგალითად დაახლოებით 20% თვითონ ორგანიზმი ერევა ამ ვირუსს და მინდა ერთ გავუსვა ხაზი, როდესაც C ჰეპატიტზე ვსაუბრობთ, ეს დაავადება იკურნება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ გაიყინა და რაღაცა მდგომარეობაშია და მე შეიძლება გაცოცხლდეს. შეუძლებელია თუ გვეუბნებიან, რომ C ჰეპატიტი აღარ გვაქვს, განვიკურნეთ, შესაბამისად ვირუსი არ გვაქვს. თუ ხელმეორედ გვექნება ეს ვირუსი, ეს ნიშნავს, რომ ხელმეორედ დავინფიცირდით. რაც შეეხება HIV ინფექციაშიც და B ჰეპატიტს, ეს დაავადებები არ იკურნება ამ ეტაპზე, მაგრამ მედიკამენტების საშუალებით მთელი ცხოვრების განმავლობაში არის ძალიან კარგად მართვადი და B-ზე მინდა დავამატო, რომ ძალიან ხშირად პაციენტები, ჩვენი ბენეფიციარები გვეუბნებიან, რომ მაგალითად ისინი წავიდნენ, სხვადასხვა კვლევები ჩაიტარეს და მედიკამენტი არ დაუნიშნეს და არიან ხოლმე გულნათქენები, არავის არ დაწნეს გული. მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საჭიროებაა და არ შეგვეშინდეს, რომ ჩვენ ახლა არ მოხდეს მედიკამენტი, პირიქით გაგვეხარდეს, ესე იგი ამ ეტაპზე ეს ვირუსი ჩვენს ღვიძლს პრობლემას არ უქმნის და რუტინულად გაწერილია გაიდლაინში, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტანოს შემდეგ ეს კვლევები ამ B ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ადამიანებმა და თუ კი როდესმე მათთან ეს ვირუსი იმუშავებს ისე, რომ საჭირო გახდება მედიკამენტოზური მკურნალობა, ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.